გამარჯობა ჩემო კარგებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. დღეს მინდა გაჩვენოთ ძალიან გემრიელი და სასარგებლო კერძი, რომელიც შეგიძლიათ თავისუფლად მიირთვათ ზედმეტი კილოგრამების შიშის გარეშე. და გულწრფელად გთხოვთ, თუ არ გიყვართ ყაბაყი, უბრალოდ სცადეთ ეს რეცეპტი. დარწმუნებული ვარ, თქვენი აზრი შეიცვლება. სანამ დავიწყებთ, გამოიწერეთ არხი და დამილაიქეთ ეს ვიდეო, თუ გინდათ უფრო მეტი მსგავსი ვიდეო ჩემს არხზე. მოდით დავიწყოთ მომზადება. ჩვენ დაგვჭირდება ხახვი, ნიორი, ყაბაყი, წითელი ბულგარული წიწაკა, პომიდორი, მყარი ყველი. იდეალურად ხო ხდება პარმეზანი, მაგრამ შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ყველი გამოიყენოთ, რომელიც კარგად დნება. ქათმის ფილე, ცხიმიანი ნახები, ან ცხიმიანი არაჟანი. პირველ რიგში დავჭრათ ქათმის ფილე, კუბიკებად ან ძოლებად და შევწვეთ ზეთისხილის ზეთში, სანამ ოქროსფერი გახდება. ვამატებთ დაჭრილ ხახვს და ნიორს და ისევ ვშუშავთ. შემდეგ ვჭრით წითელ ბულგარულს კუბიკებად და ვამატებთ ტაფაში. ასევე ვამატებთ დაჭრილ პომიდორს. სანამ ქათამი ბოსტნეულთან ერთად შუშდება, გადავიდეთ ყაბაყზე. ყაბაყის სპაგეტისთვის ვიყენებთ კარტოფილის დანას. ვატარებთ ყაბაყზე ისე, როგორც ვიდეოში გაჩვენებთ და გამოდის ისეთი ლამაზი სპაგეტი. ამ სპაგეტს ვამატებთ ტაფაში. კარგად ვურევთ, ვამატებთ ცოტაოდენ მარილს და ვტოვებთ სულ რამოდენიმე წუთით, რომ ხრაშუნა დარჩეს და არ დაიშალოს. შემდეგ ვამატებთ ნახებს ან არაჟანს, კარგად ვურევთ, ვაცდით 1-2 წუთს, სანამ ნახები გახურდება და ვთიშავთ ცეცხლს. ვაფარებთ თავსახურს და 5 წუთში მზადაა. მარილს და პილპილს ვამატებთ გემოვნებით. ბოლოს თეფშზე რომ დავდებთ, ზემოდან გავხეხოთ პარმეზანი. რაც უფრო მეტი, მით უფრო მე პირადად მიყვარს და ვუალა, ჩვენი უგემრიელესი სპაგეტი მზად არის. პატარა ხრიკი. შეგიძლიათ არავის არ უთხრათ, რომ ეს არის ყაბაყი. იმდენად გემრიელია, რომ ბევრმა ვერც მიხვდება. გემრიელად მიირთვით, ჩემო კარგებო. მადლობა ყურადღებისთვის. გამოიწერეთ არხი და მომავალ შეხვედრამდე.